გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, რაღაც ძალიან დიდი ტრაგიკული ამბები ხდება საქართველოს და ევროპის სიყვარულში და მინდოდა გამოხმაურებოდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იქნა გაჟღერებული, თურმე არავის რო ისე არ დაუძალებია, კაცო, ჩვენთვის ამ წმინდა ორგანიზაციიდან, თურმე ჩვენ თვითონვე შევაჩერეთ მოღვაწეობა და თან ეს თურმე გააკეთა ისეთმა ადამიანმა, რომელიც არ დაბადებულა თუ არა სტრასბურგში გაიზარდა, გულისხმობ წულუკიანს და ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ ღირსება და ჩვენ ღირსების ხალხი ვართ და ღირსება გაგვაჩნია და ასე და ასე. კი, მაგრამ სასაცილოა ახლა თქვენ კოცების მხრიდან ღირსებაზე ლაპარაკი, მაგრამ აქამდე სანამდე თქვენ სკამს არ შეეხო მაგ ევროსაბჭოა თუ რაცხა ჯანდაბარი, მანამდე იმასავით იყავით, წაკუზულები იყავით და აბა ევროსაბჭომ ეს დაგვავალა, ევროკავშირმა ეს დაგვავალა, ასოცირების ხელშეკრულებაში ასე წერია, ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს კანონი, ის კანონი, პიდარასტების დაცვა, ამის დაცვა, ამასქნა და გამწარებულები იყავით, რა ქვია, ოხ, ევროპაში ითქვა და ევროსაბჭოში ითქვა და ეს წმინდა დაწესებულება რუსეთთან საბრძოლველად ჰქონდათ კიდე გადაქცეული, რომ ჩვენ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციას ასე უქენით, ისე უქენით, ეს მოუგეთ, ის მოუგეთ. და უცებ აგერ თქვენ თვითონ გამორბი ხართ, კაცო, მაქიდან მაგ წმინდა ადგილიდან? რა ხდება ეს ამ ზიან საქართველოში, კაცო? რა მოხდა ამნაირი? ესე იგი, ამათ ფულს და ამათ სკამს თუ ვინმე შეეხება, იმ წუთში გახდება უწმინდური. არა, მე თუ მკითხავს ადამიანი, საერთოდ წესით და რიგით ჩვენი ქვეყანა ერთადერთი ორგანიზაციის, რისი წევრიც უნდა იყოს, ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციები და ვალდებულება საერთოდ არ ჭირდება ქვეყანას, მაგრამ მე ამათ კოცების ფენომენზე მეშლება, ესე რა ქვია, ნერვები ცოტა. როცა ჭირდებათ, მაშინ თან იცით რაშია საქმე? თან ყველას უპირისპირდებიან ამ შიგ ევროპაში. თან ევროპაში მოდიან. იმის ვაჟკაცობა რო ეყოთ, რო თქვან ჩვენ და ჩვენი ხალხი ვარ ტრადიციული საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს შვილები და ჩვენ მიგვაჩნდა რომ ეს ორგანიზაციები გინდა ნატო იყოს, გინდა ევროკავშირი იყოს, გინდა რაღაცა იყოს, რაღაცას წარმოადგენდა ქართველი ერისთვის, მაგრამ აგერ ამდენი 30 წელზე მეტი არის მათთან ურთიერთობით, ქვეყანამ ვერაფერი სარგებელი ვერ ნახა და პირიქით მათი რეკომენდაციების დამსახურება არის, რომ ჩვენი ქვეყანა დაქცევის პირას მივიდა და გადავაჯიშეთ და გადავარჯულეთ ერი და ახალგაზრდობა რაღაც სიდამპლის ღირებულებებზე გავზარდეთ და ეკონომიკა მათი მითითებით თუ რამე იყო დასაქცევი ქვეყანაში და აქციეს და გაიტანეს ყველაფერი, დაშალეს და ერთი ქარხანა არა უშენებიათ, კოკაკოლის ქარხნის მეტი და მაკდონალდსის მეტი არაფერი არ აშენებულა ამ ქვეყანაში და ამის გამო ამბობდნენ ამ ყველაფერს, ეს გასაგები არის, კი, ამას მართლა გაიგებდა ადამიანი, იმიტომ რომ ეს სიმართლეა, ნამდვილად ასე არის, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ლეგიტიმურად ვგრძნობენ, მე არალეგიტიმურად ვგრძნობენ და აქედან გამომდინარე, ან ვიქნებით ამ გაერთიანებაში, ან არ ვიქნებით ამ გაერთიანებაში და ამის გამო გაღვიძებული ღირსება, ნუ ეს მოკლედ პიზდეცო რა რო იტყვიან რა. ყოჩა, თქვენ მაგარი ისა გაქვთ, რა ქვია, კოცებს ძალიან დიდი ზნეობა გაქვთ და მორალი გაქვთ და ამ დროს ხალხს მოუბრუნდებიან და აბა რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ ნაცების მხარდამჭერები ყოფილი, ახლა გეიგენ თურმე რომ შიგ ევროპელები და შიგ ამერიკელები ნაცების მხარდამჭერები იყვნენ თურმე და ახლა ხვდებიან თურმე როცა ჭირდებოდა ცოროს რო ეხوانხვალებოდა ვიძინა და ლამის ტუჩებში კოცნიდა და შენ ჭირიმე შენ გენაცვალეოდა იმათ ფასი არ ყავდათ არავინ და ყველას რო ენაზე ეკერა ერთი არაქართული წარმოშობის, არაქართული აზროვნების, არაქართული იდეოლოგიის და მენტალიტეტის ჟვანია სიტყვები, მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელიო და იმ შიგ ევროსაბჭოში რო იძახოდნენ, I am Georgian, I am European და ამას რო გადააყოლეს, მთელი 30 წელიწადია ქვეყანა. ეს დაავიწყდათ უცებ, იმიტომ რომ სკამზე მიდგა ლაპარაკი.
100 ბიძია 100 მალე გაეროვნულდებით თქვენ ის ხალხი ხართ ქოცები და ის მრევლი გყავთ ხარდამჭერები ის მრევლი გყავთ რომელსაც როცა დაგჭირდებათ არქიფუა თქვენი ბიძინა და როცა დაგჭირდებათ აბელი ხო მაგას მიჩვეულები ვართ კაცო თქვენი პროპაგანდონი ტელევიზიები კიდე ის ტელევიზიები არიან როცა დაჭირდებათ მაგალითად ტელეკომპანია იმედი არის მაგათი გადაგვარების სრული სახე როცა დაჭირდებათ თანამშრომლებს იმის გულისთვის გააგდებენ სამსახურიდან რომ მათ თქვეს ესეთი სიტყვა რომ ორივეს ერთნაირი სქესიანი მშობელი რო ეყოლებაო ბავშვს რომ მამა რომელია და დედა რომელიაო როგორ უნდა გაარკვევონ და ამის გამო სიძულვილის ენის გამო გააგდეს ადამიანს ახლა რო კითხო ამის რა ვიცი რა ქვია ანტი-LGBT პროპაგანდას მიეწევი აი ესეთი უსინდისო ყველა სკამზე და ყველა პროპკაზე დამჯდომი ხალხი რო ხარ დიდი ხანი არ გაგიძლებთ მაგი დიდი ხანი ახლა ამათ გონიათ რომ ნახეს ახალი მფარველები ჩინელების რუსების აქეთ არაბული ქვეყნის სახით და დაიქცევათ ქვეყანა და ეკონომიკა და აქეთ გადააფსკვნიან კუდებს მაგრამ არ ხდება ასე ჩემო კარგო თქვენაირ უპრინციპო ადამიანებთან და თქვენაირ უპრინციპო ძალასთან სერიოზულ ურთიერთობას არავინ არ აპირებს და არ დააპირებს იმიტომ რომ ხვალზე კიდე ISIS რო შემოვიდეს ქვეყანაში იმას იტყვით ალაჰ აკბარს დაიძახეთ იმნაირი ხალხი ხართ ჟვანია არ იყო ებრაელი ჟვანია იყო სომეხი ხო და ახლა არ მოწონთ გაიგეთ იმიტომ არ მოწონთ რომ ახლა თურმე არა ესენი ბიჭო რაც არიან ახლა ეს შიგ დასავლური ინსტიტუტები ამაზე რა უნდა ილაპარაკო კაცო რას დაამგვანეს თვითონ თავიანთი ქვეყნები და როგორ გადააგვარეს მთლიანად ეს ევროპა და ევროკავშირი და ესე შემდეგ ეს ცალკე საკითხია კაცო როგორ დეგრადირდნენ მაგრამ ჩვენ არც მაშინ ვიყავით ამ გაერთიანების წევრები და არც ახლა ვართ ამის წევრები და არც მომავალში გვიპირებს ვინმე აქ მიღებას მაგრამ კი მარა ბიზნესმენშვილო და კოცებო 2012 წელს რო გითხრეს რომ თქვენი ქართველი ერის სისხლის მსმელები ვინც არიან ამ ქართველი ერის სისხლის მსმელებს ხელი გადახვიეთ კოჰაბიტაციაში იყავით და გააგრძელეთ ცხოვრება იმიტომ რომ დემოკრატიას ასე ჭირდება და ასე შემდეგ მაშინ რატო იყავით პირში წყალჩაგუბებული იმიტომ რომ თქვენ არ გეხებოდათ ეს ხო იმიტომ რომ თქვენ აქ როგორა ხო იცი არსებობს ნაცი არსებობს ქოცი და არსებობს ქართველი გაჭირვებული უბრალო ქართველი ხალხი რომელსაც ყველა მთავრობამ შეიძლება ყველაფერი აკადროს ყველაფერი შეუძლიათ ამათ შეუძლიათ მით უმეტეს ასეთ ქოცებს შეუძლიათ რომ პატრიარქმა დიდებლები იყვნენ და პატრიარქის გვერდით რაც შეიძლება დიდი მაღალი სანთლები და იკავონ ხელში და ილოცონ და მე პატრიარქი რო ეტყვის სიტყვაზე რომ ანტიდისკრიმინაციული კანონს ნუ მიიღებთ ეს კანონობის დაკანონებაო ეს რაში ვინ ეკითხებაო კაცო საპატრიარქოსო ეკლესიაში ჩარეო ეკლესიას სახელმწიფოში არ ერევაო და როცა დაჭირდებათ იმაზე რა ქვია არჩევნები რომ მოვა წაკუზულები მივლიიან და დამლოცე მამაო 41 უკადაგეო მრევლსო და 60 მილიონს ჩვენ მოგცემთო ესენი ხო ეს ხალხია ახლა აგერ 14-მა ელჩმა მოაწერა ხელი იმას რომ ეს რა ქვია მიშა მამოწურა თავისი ლიმიტი მიშიზმმა და ახლა ახალი გმირი ჭირდება გმირი კაი ყავს სხვათა შორის ქალია ქალი განსაკუთრებულად ჟღერს იმიტომ რომ ესენი ხო ამათი საყვარელი რა ქვია სოციალური ფენა ქალები და პიდარასტებია ამ მედასავლელეების და ახლა ქალია დაჭერილი და ქალი სინდისის პატიმარი და ქალი პოლიტიკური პატიმარი და ქალი ამ დღეში და ქალი იმ დღეში და საწყალი ქალები ბიჭო რა დღეში არიან ის ავიწყდებათ ეს ქალები მილიციელებს რო უპარტყუნებდნენ სრულპირში მაგროს ქალი არ იყო მაგროს საჭირო ივანიშვილის პოლიციას ამ კასტას თუ ვინმე შეეხება ვინ შიგ უკნიდან განათლებულები არიან ამათ არა და პრიმიშა ჩაანაცვლა პრიმზია ახლა პრიმზია შენ აგერო 19 დღეა ეს რა ქვია გიშიმშილებია და დასუსტებულ ხარ და ასე ყოფილ ხარ და ესე ყოფილ ხარ ახლა მიშამდე ბევრი გიკლია მიშამდე სანამ მიხვალ ჯერ 600 დღე უნდა იშიმშილო რაფერაც მიშა მიშიმშილა 600 დღე
მე დემენციიდან უნდა განიკურნო, როგორც მიშა განიკურნა დემენციიდან და მე ბოუში უნდა გააჩინო კიდევ ციხეში, რაფერაც მიშამ ლიზა იაცკოს შეუკვეთა მისი ერთი ნაბიჯო არის ციხიდან და გააჩინა და აი მე შესაძლებელი არის რომ რაღაცა გეშველოს. ხო, ჯერ ადრეა 19 დღე ეგ არაფერი არა და ესე ზის ახლა ქართველი ერი ამ ყველაფერს ზის უყურებს ამ ყველაფერს და ვეიმე ნაცები ხო არ არიან მობრუნებული ამას იძახიან მადლობა ღმერთო ესა დალოცე ესა რა ქვია ბიძინა ივანიშვილი რაზე მიდის ხალხო საუბარი იცი კარგი ეს ცინიზმი ირონია იქეთ იყოს რაზე მიდის საუბარი ხედავთ ჩვენ ლეგიტიმაცია გვაქვს ქართველი ერიდან რო იძახოდნენ გახსოვთ რომ გეუბნებოდით არ წახვიდეთ არჩევნებზე არც ნაცმიცეთ ხმა არც ქოცმიცეთ საერთოდ არ წახვიდეთ რო გეუბნებოდით გახსოვთ რა ვქნათ რა გავაკეთოთ როგორ არა კაცო უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უნდა შემოვხაზოთო რო იჭრიდით ვენებს ახლა ის თქვენი მისვლა იქ უბრალოდ ვისმიაცით ხმა მაგას არ აქვს მნიშვნელობა დაწერეს ისე როგორც იყო დასაწერი აი ახლა იმ თქვენ მისვლას იყენებენ ლეგიტიმაციად რეჟიმები ხალხის აი ფსევდო არჩევნებს იყენებენ ლეგიტიმაციად თუ არა იქ ვინ ვის მიცა ხმა ისე გემრიელად აქვს გამოყალბებული მაგი ხო მაგ ფაქტები და ის არ ფიქსირდება აი ხელოვნების დონეზე აიყვანეს საქართველოში არჩევნების გაყალბება მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით არჩევნები გაყალბდა მინიმუმ იმ ხრივ რომ არ შეიძლება საქართველოში 700,000 ნაციონალი იყოს შეუძლებელი 200,000 იგი რა ქვია ხაზარაძის მომხრე იყოს 200,000-ზე მეტი იმის რა ქვია აჯანდა ვაქვია მას ხო გახარიას მხარდამჭერი იყოს შეუძლებელია ვიცნობ მე ქართულ საზოგადოებას და მიუხედავად ბევრი ნაკლისა და მიუხედავად ბევრი მინუსისა რომელიც ჩვენ საზოგადოებას გააჩნია მევახშეებს და ხაზარაძეებს ამის არა აქვს ამ ხელა მხარდაჭერა ხალხში მაგრამ ქოცების სიით და ქოცების კომისიით 3 მილიონზე მეტი ამომრჩეველი არის ქვეყანაში როცა 3 მილიონზე მეტი საერთოდ მოქალაქე თუ იქნა საერთოდ ესაა დასათვლელი და 18 წლამდე რამდენია ეს კიდე ცალკე საკითხავი არის რა ხოდა ესე ზის ახლა ხალხი ამ ყველაფერს და უყურებს ძალიან კარგი ხო ამოგაპანღურეს კიდე ბევრჯერ ამოგაპანღურებენ იმიტომ რომ ყველა კარში არ უნდა შეხვიდე და ყველა კარზე არ უნდა დააკაკულო წაკუზულები რო იდექით ამ წლების მანძილზე და თავმოყარეობა რო არ ქონდეთ და ღირსება რო არ ქონდეთ და სინდის ნამუსი რო არ ქონდათ სანამ ივანიშვილის ფულებს არ შეექნა პრობლემა და სანამ თქვენ სკამებს არ შეექნა პრობლემა მანამდე რო არანაირი პრობლემა რო არ ქონდათ ევროპასთან და დასავლეთთან ახლაც მახსოვს მაგ ის წიგნი პარლამენტში მოვიპარე ერთ-ერთი დეპუტატის იმიდან რა ქვია სახელმძღვანელოდან LGBT ფერებში ესა რა ქვია გაწყობილი დეპუტატის სახელმძღვანელო როგორ უნდა გადაეგვარებიათ ქვეყანა პირდაპირ იყო დაბეჭდილი დაშტამპული არაერთხელ ვაჩვენე ეს ყველაფერი მე ვინ აქცევს ამას კაც ყურადღებას და ამას რო გადაშლიდნენ და ამის მიხედვით ღებულობდნენ კანონებს და კაცშვილს არ აინტერესებდა იქ რა ხდებოდა და გამოვიდოდა მე რეწულიკიანი და ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი და ამიტომ უნდა მივიღოთ ეს კანონი, ამიტომ უნდა მივიღოთ ის კანონი და ახლა თურმე ღირსება ქონიათ და სუვერენული ქვეყნის და ღირსეული ქართველი ერის ღირსებას არავის დააჩაგრიებენ. აი, ქოცებო, თქვენ ღირსება არ ქონდეთ, ისე თქვენ რა გითხარით და ისე თქვენ მომხრეებს რა უთხარი, ვისაც წამს თქვენ და ვისაც ჯერა და ვინც ახლა იძულებით გაძლევთ ხმას რომ მეტი არაა უკეთესიო, იმათ არ ვეხებით, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ვერ განვითარდა ეს ხალხი იმ დონეზე რომ ცუდს და უარეს შორის, ხო? ნუ ცუდს აირჩევ და ნუ უარეს ნუ საერთოდ ნუ მიიღებ მონაწილეობას, მაგრამ აი ქოცები რო არიან. აი პირწავარდნილი ქოცები რო არიან, რომ აი ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა და აი ბატონი ბიძინა რა ჯიგარი და მაგარი კაცია. მიუხედავად იმისა, რომ ასანქცირებენ, ქვეყნიდან არ წავიდა. ამას რო უმტკიცებენ ახლა ხალხს. სად უნდა წასულიყო? სად უნდა წათრეულიყო? აი კითხვას ვსვა. სად იქნება ბიძინა ივანიშვილი მეფეთ კურთხეული ისე როგორც საქართველოში არის? სად? რომელი ქვეყნის პოლიცია, უშიშროება, ჯარი,
კონტრდაზვერვა, კერძო დაცვის სამსახურები დაიცავენ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ისე როგორც იცავენ საქართველოში. სად უნდა წავიდეს? სად შეინახავს მის ფულს და ქონებას იმაზე მეტად, როგორც საქართველოში და რასაც ახლა აკეთებს. იქ ვირჯინიის კუნძულებიდან და იმიდან გამოაქვს ფულები და მოაქვს საქართველოში შემოაქვს და ახლა დაფიქსირდება დიდი კაპიტალის შემოდინება საქართველოში და ვაჰ, შენდით. არაფერი დაჯდება ასე გემრიელად გადახვევს ხელს აქეთ არაბებს, გადახვევს ხელს იქით თურქებს, ინდუსებს აქეთ იქეთ და მიცემს საქართველოს საშლიგინოთ. ხო, ქვეყანა იცლება და ახალ რაიონებს აშენებენ. კარგით რა, კაი. ჩემო კარგო, თუ არ გესმის, მე მილიონჯერ მაქვს ახსნილი, რატო არ უნდა მივიდეს ადამიანი არჩევნებზე. აი ეს პასუხი რო გაქვთ, ხოცებს თუ არ აირჩევდა ხალხი, ნაცები მოვიდოდნენ და ასე შემდეგ, ახლა არ გავჩერდები ამ ყველაფერზე. მაინც ვერ გააგებიებ ამ ხალხს და მაინც არ გინდათ გაგება და მაინც ვერ გაიგებთ და მილიონჯერ მაქვს ახსნილი, შებრძანდით ჩემი YouTube-ის არხზე და წერია რატომ არ უნდა წავიდეთ არჩევნებზე. მოусვინეთ ხელახლა და გაცემულია მაგ თქვენ კითხვაზე პასუხი. არ წავა რუსეთში ბიძინა ივანიშვილი, არა. არაფერი არის საქმება რუსეთში. რუსეთში იყო მაგი 90-იანებში, კაი სვა, კაი ჭამა, კაი იშოვა და გამოაგზავნეს აქ დავალებით, რომ თავისი საქმე აკეთოს. რა უნდა რუსეთში? რა უნდა? რუსეთში სააკაშვილი არ წასულა, რომელსაც ბიძა ყავდა, კგბ-ს გენერალი და თვითონ კგბ-ს ჯარში მსახურობდა და კგბ-ს ოფიცრებით ყავდა, ესე გავსებული, ესა რა ქვია, ბენდუქიძეთი და იმითი რა ქვია. გვარი იყო იგი გრიგოლ ვაშაძით და მთელი კგბ-ს სასტავით გავსებული. ხო, ჩელიაბინსკში ვარ, მაია, ჩელიაბინსკში ვარ, კი, ჩელიაბინსკში წავედი ვოდკის დასალევად. კი. აი ესა სიმართლე რა. ამიტომ დაჯექით ახლა და თვილად უყურეთ იმ ყველა მოვლენას, რომელი მოვლენას გეუბნებოდით მე თქვენ, ის იქნება ძალიან კარგი საყურებელი თქვა და დაჯექით ახლა და უყურეთ როგორ ლოკავენ მათ გადაფურთხებულ ემას რა ქვია ყველა სიტყვას ქოცები და ახლა რო იძახიან იმას ხო გონჩარენკო რო იყო გამოსული გონჩარენკო ეს უკრაინელი სააკაშვილი და ქართულად რომ მიესალმა და თავს რო გვამადლის რო თურმე საქართველოში ტანკები იმიტომ არაა შემოსული თურმე რო უკრაინა ბრძოლობს და უკრაინაში ყავს რუსეთს თურმე მთელი ტანკები შეყვანილი და საქართველოსთვის არცალია და არავის არ უნდა და თურმე საქართველოს ომში ჩაბმა. ახლა ამ დასირებულს მინდა უთხრა ეგ ყობახიძეს და იმას დინარაძეს და სირებს რა ამ ჯოგს თავის ივანიშვილი. ადექით და გამოიტანეთ სამზეოზე ის სტენოგრამები, ის ჩანაწერები, ის მოთხოვნები, ის პროტოკოლები, რომლებიც იყო შედგენილი, ვინ გთხოვდათ და როგორ გთხოვდათ ომში ჩაბმას. თუ თქვენ ის ახართ, რა ქვია, მაგარი ხალხი ხართ, ხო, სულ მავიწყდება, თუმცა მე მაგხელა განათლება არ მყოფნის. თქვენ ხო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩებით, ცალმხრივად ახართ წაკუზული უკრაინასთან, ცალმხრივად ახართ წაკუზული პრიბალტიკასთან, ცალმხრივად ახართ წაკუზული იმასთან, რა ქვია, ამერიკასთან და გერმანიასთან და სხვადასხვა ქვეყნებთან და მე ეუნებით ხალხს, რომ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩებითო და ხო და თან აქეთ ბლატაობთ, ხო, მაგის ტრაკი თქვენ ვინ მოგცათ? მაგის ტრაკი თქვენ ვინ მოგცათ? იმ 14-ვე ელჩს ამოაპამღუროთ და გაყაროთ საქართველოსდან იმის გამო, რომ ქვეყნის შიგნით სასამართლო პროცესებში ერევა, რომ ფრიმიშა და ფრიმზია არ იქნას ქვეყანაში იმასქნელი, რა ქვია, აყვავებული და პირდაპირ ვის აქვს უფლება ილჩი იქნება, ჯანდაბა იქნება სასამართლოშია საქმე და სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს, იმ გადაწყვეტილების ვინ ეკითხება? ბრიტანეთის და იმას კი არა, ესტონეთის ელჩები ყოფენ ქვეყნის იმაში იმას რა ქვია, ცხვირს. ისე ხო აგიხდათ ყველაფერი. ჩვენ რო გვეუბნებოდნენ ეს ბალტიისპირელი ძაღლები, რომ აი ესენიო რუსეთის აგენტები არიანო და ესტონეთის დაზვერვამ ეს გაავრცელა და ის გაავრცელა ჩვენზე რო ამბობთ, ჩვენზე. ვინც მიწის გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავით, ერსკესიანთა ქორწინების წინააღმდეგი ვიყავით და აი ესტონეთის დაზვერვა. ახლა ხო ამბობს ესტონეთის დაზვერვა და მთავრობა რომ თქვენ პროჭები ხართ და ბოზები ხართ და ჩათლახები ხართ და უარგისები ხართ. ახლა თქვენი არ გჯერათ, ხო? კარგია, კარგი, კიდე ბევრს ნახავ.
და ერთი იმ დღეს ველოდები თქვენი ხელით, თქვენივე ხელით, როგორც ჩაწერეთ კონსტიტუციაში, რომ თურმე საქართველო არის ის რა ქვია ნატოში და ევროკავშირში რომ უნდა შევიდეს შიგ უკნიდან. ერთი მაგას როდის ამოშლით თქვენი ხელით. აი იმ დღეს ველოდები. დანარჩენი დღე არ მაინტერესებს. როგორ გააგრძელებთ თქვენი გადაფურთხებულის ლოკვას. ხო. და ისე, ჩემო კარგებო, იმდენ უბედურებას მოაწერეს ხელი ამათმა იმ ევროსაბჭოში რო შესულიყვნენ, მათ შორის იმ კახპა, სულით, ხორცით კახპა, ნაძირალა, ვირთხამ, ლანა ღოღობერიძემ და ლანა ღოღობერიძეს პლუს ეს რო არის, რა ქვია, ხუინდრავა რო არის. ესენი კისრისტეხით იყვნენ გაქცეული და თურქი მესხების ჩამოსახლებას ხელი მოაწერეს, ორივე ხელით მოაწერეს ხელი და ეს ყველაფერ დიასპორული, ანუ საქართველოში სომხური და აზერბაიჯანული ენების, რეგიონალური ენების სტატუსის მისანიჭებლად. იცით, რამდენ უბედურებას მოაწერეს ხელი და რამდენი უბედურება აიღეს ვალდებულებად, რომ ევროსაბჭოში შესულიყო ქვეყანა? ახლა ხუინდრავას არ მოწონს. ლანუკა იქეთა, ლანუკას მოწონს. ეგრეა. კარგი, სხვა აქ გამოსავალზე ზედმეტი არის ლაპარაკი, ამას უნდა დაჯდე და უნდა უყურო ამ ყველაფერს. როგორ შეჭამენ ვირთხები ერთმანეთს. აბა კარგად ბრძანდებოდეთ. სასიამოვნო იყო ამ ყველაფრის ყურება და უფრო დიდ სიამოვნებას ველოდები სულ მარე. აბა თქვენიც დაჭამეთ ერთმანეთი, ცოცხალი არ დატოვოთ.